ბათუმის აეროპორტში საჰაერო მიმოსვლა აღდგა. ძლიერი ქარის გამო შეჩერებული გუშინდელი რეისი ბათუმის სტამბოლის მიმართულებით დღეს 14 საათზე განხორციელდა. ავიაკომპანია პეგასუსის მიერ მოწოდებული ბოლო ინფორმაციის თანახმად რეისი 438-ის მგზავრები ამ დროისთვის უკვე სტამბოლში იმყოფებიან. შეგახსენებთ, რომ უამიდობის გამო მგზავრები გუშინ 14 საათის შემდეგ თურქეთში გაფრენას ვერ ახერხებდნენ და ინფორმაციას ბათუმის აეროპორტის სხდომათა დარბაზში ელოდებოდნენ. ავიაკომპანია პეგასუსის მენეჯერი ჩვენთან სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ ტრანზიტულ მგზავრებს კომპანია ბილეთებს გადაუცვლის და მათთვის ხელსაყრელ მიმართულებას შესთავაზებს. როდის გაუფრინდებით, მაგას ვერ გვეუბნებიან, პასუხს ვერ გვაძლევენ ვერაფერზე. ჩვენ ვითხოვთ ან ტრაპიზონში გადაგვიყვანონ, იქედან გაუფრინდეთ, ან თბილისში, არც მაგაზე არ მოდიან, არ ვიცით რამდენ ხანს ველოდეთ. გუშინ ღამის 11 საათამდე ველოდეთ, არაფერი შედეგი. დღეს დაგვირეკეს, მოგვიყვანეს, პირველ საათზე იქნება ფრენაო, დღესაც არ არის. რეგისტრაცია გაგვაკეთებინეს, როდის რა იქნება, არაფერი არ ვიცით. მივდიოდი სტამბოლში, სტამბოლიდან ლონდონში იყო პეგასუსი და აგვერებენ ამ პრობლემას, როცა გაფრინდება, მაგრამ ლონდონიდან მიფრინა მე დუბლინში, რომლის ბილეთი გაუქმდა. კომპენსაციას რას გავნებიან? იძახიან ვარკვევთო და არკვევენ გუშინ შუადღიდან დღემდე არ ვიცი, ამინაზღაურებენ ბილეთს, არ ამინაზღაურებენ თუ ხელახლა უნდა ვიყიდო და იქ რო ჩავა. აბსოლუტურად ყველა რეისზე ტრანზიტულ რეისს გულისხმობს, მგზავრები არიან გადაკლანილი და მათ არ ექმნებათ ის საფრთხე, საბოლოო დანიშნულებამდე ისინი ვერ ჩავდნენ, იმის გამო რომ ბათუმის სტამბოლის რეისი, როგორც ანიგლიანებთან იდება ან ასე შემდეგ.